მოგესალმებით ნაზის სადროზე გადაცემა საჩინოდან. დღეს ჩემთან სტუმრად მოგზაურდა შესანიშნავი ხელოვანი ბატონი ზეზვა საღლიანი. მინდა გითხრათ, რომ ბატონი ზეზვა ნამდვილად საჩინო პიროვნება გახლავთ და გვიამბობს მისი ცხოვრება, საიდან დაიწყო მისი დიდი ხელოვნებისაკენ გზა. გვიამბეთ ბატონი ზეზვა საინტერესო პიროვნება ბრძანდებით. მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მადლობა მოგზაურებისთვის. დაიწყო როგორც ყოველთვის უმეტეს ბავშვებით. ბავშვებიდან, იმიტომ რომ მე მეორე თავოვარ ხელოვნებაში, ასე ვთქვათ რა. თქვენი გვარის? კი. ჩემი მამა ჩემი, რომელმაც ეპოქა შექმნა ხის-ხატრულ დამუშავებაში. ძალიან დიდი პიროვნება იყო. რუსამას იყო პედაგოგი ასწავლა მოსწავლეების საფეხბურთო სასწავლებელში. შეიძლება 15 წელიწადი მუშაობა იქნა. მე თავობა გამოზარდა და ვინც კი ისწავლა მის კარის პროფესია, ყველა სადაც 90% მაინც ოჯახებს არჩევს, ოჯახზე ოჯახებს. ამ საქმეებით და პროფესიით. ამიტომ გამომდინარე ამიტომ გამომდინარე ჩემთვისაც ეს გახდა საქმეა გითხრათ მანიშნებელი იმის რომ უნდა მეკეთებინა, მაგრამ მე დავინტერესდი ჭედურობით და არა ხის-ხატრული დამუშავებით, მინდა გითხრათ. და ხის-ხატრული დამუშავებას უკან მომშევი სასწაულსაკითხი და იმას მე ვერ გავეკინებოდი და ვერც ამიტომ ჭედურობით დავიწყე. ჭედურობიდან გადავედი შემდეგ ქანდაკებაზე. там სულ ხატავდი, მუდმივად ხატავდი. გრაფიკაზე გადავედი, გრაფიკიდან შემდეგ გადავედი ფერწერაზე და ასე რომ პერსონალური გამოფენა რომ გავაკეთე შარშან. 5 ამბით წარსდგინე, ესე ჭედურობა, ხის-ხატრული დამუშავება, გრაფიკა, ფერწერა, ქანდაკება. ჩაგეკითხებით და შემდგომ გავუშვათ პროტოკოლაში. აი, თქვენი პირველი ნახატი. სუპერველი ნახატი, რასაკია? რა ნახატეთ? პირველი რაც მე ძალიან კარგად მახსოვს, ეს იყო ჩემი ჭედურობა, რომელიც გავაკეთე საქართველოსში და ხახაძე რუსული დაჭერგუჩით. დიახ. კონსერვის ხილაზე, მოხუპავენ ბანკებს იმის ხილაზე. დიახ. იგი და მოშევიდა ალუმინის ფირფიტა. აი მაგ ფირფიტიდან დაიწყო ჩემი ჭედურობის დაკვირვება და ისიც კარგად მახსოვს რა გამოჭედე პირველი ნამუშევარი იყო ქალი ლილით, იმიტომ რომ უყურებდი მე სელქომოდის ფარდა სუპერაშოვა. დიახ. ეს ჩემი მოსახსენდა. ხო. და ახლა ინსპირაცია წამოვიდა იქიდან და გავაკეთე. დიახ. და მე წავიდა და მასმე რაღაც გავჩერებული ვარ. 12 წელი მომავალში მე დავიწყე. გავჩერებული ვარ და მოვედი დღემდე. დიახ. შემდგომ ეძებოდა კეთოთ როგორი იყო ნახოთ სკოლიდან წავედი თვითონ სასწავლებელში რაც ჭედურობაზე გავაგზავნე სწავლა და ამ პარალელურად მე დავიწყე უკვე ვაკეში იყო ეს პიროვნება კარგი მოქანდაკე ილია უსერზელიძე რომელმაც ხანდაკე მომასწავლა შემდგომ თაილში მე დიდი პედაგოგები მოყავდა მე გითხრათ მაგარი ხალხი ძალიან ლექსომესხი იყო ხალხი იყო შეაშვილი იყო ძალიან იყო სასწავლებელი და გარდა ამისა მე ფერწერაში ოჩამოვიდი ჯარიდან და ზეცი ფერწერებოდი იყო ეს კაი ინიციატივის ეროვნული მხატვარი ბორის ტილოჩოვი რომელმაც თელი წლის განმავლობაში კაპიტულირება მომართვისა მოუწოდა.
შენ დაკარგვა შეიძლება. რა ვიცი ასე რა. გენეტიკურად პატარა ბიჭი ვიყავი და ასე თქვა მოგიდა ხელი და მაშინ მაგათთან მეხმარა ძალიან. მე შეიძლება პეტრაზე ვაბარებდი აკადემიაში და მე უკვე დროის კარგად მიმაჩნდა უკვე ამე ჩაბარება ამე რაღაცა და ხატავ ვიცოდი ხამეგებაში მეტი არაფერი მჭირდება და ჩემი საქმისთვის გასჭირდება ყველაფერს ვაკეთებდი. დიახ. ახლა გავუძლებდა და მუშაობა 90 წლებაში ცოტა ირია სიტუაცია იყო გაჩი გავშერდი იმიტომ რომ როცა ზარბაზები ისვრიალი მუსებს ძინავს მოგეხსენებათ და ცოტა ცხოვრებაც იყო და ხანსად ვიყავი ხატავების ახლა და არც მეც არა მაგრამ 1995 წლიდან მოყოლებული პატარა უზარმაზარი ძალის ხმებით მოხდა ისაც მოხდა ამ გაიწყეს მშენებლობა ეკლესიების. დიახ. ეკლესიების მშენებლობაზე წავიდა თავის მერე სულ შტაბება ჭირდებოდა ხო? უნარდებოდა კარი, კანკელი, ავეჯი ყველაფერი. გარდა ამგვარებულიყო ხატები და ამისთვის ვიყავი მეც. ახლა ეს ყოველგვარი 95 წელს შემიძლია თქვა რომ აი დღემდეც მაგრამ ინტენსიურად 2012 წლამდე მუშაობდი საეკლესიო ავეს ვაკეთებდი ხატებს ვაკეთებდი და ბევრი ძალიან ბევრი ახლა 2006 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ჯგუფი იყო შედგენილი მამა იაკობ აბაშიძის ხელმძღვანელობით საებაში რაც ძალიან ბევრი ჭედური ხატი გეკეთდა ჩვენს ხელში ჩვენდა და ამჟამად რაღაც მოგესალმებით მე ხეზეც კარად ვჭირი საკმაოდ ბევრი ეკლესიაში შემიძლია საათს არ არის და რა შეიძლება ხელსაუჩი და თუჟეთში არ შეიძლება მუშაობ და შეიძლება საქართველოს ხეში პროგრამ შეიძლება მუშაობ მოცხეში ასე შეიძლება პარაგრაფს ახლა გუშინ წინ არგულენტა გვარის ხატი გავაკეთე ის იქ მოთხა გვარის დაიმუცა საერთაში არის ახალდაშენებული ხატი თქვენ შაბათერად ისიცნო. კი, თქმა უნდა, ძალიან დაგეძლო პიროვნება. ჩვენ მეგობარია პიროვნება. ასე რომ ბატონი შაბათა ჩვენ ერთხელ ყველაზე დავდივართ ხომერცია. დავფერზე ხოხდებით და უცხო ჯგუფი გავაფერდი გქონდა. მუდმივად შეხვედრები გვაქვს. კიდებული პიროვნება არის ჯერ და მე დიდებული შემოქმედი. რამდენი ხატი გაქვს შეწირული? მიახლოებით. არ ვიცი რა კიდე გიგებაში მოხდა ხატის შეწირვა და. დიახ. მინდა ჩაგეკითხოთ როგორც დედამდე. რამდენი ხანი უნდებით ხატის მოჭერა? რა თქმა უნდა ეს ურთულესი პერიოდებია და მაგრამ მიახლოებით ყველაზე მცირე დრო. საგვარეულო ხატი რომელიც მე გავაკეთე ალგორიტმების რომელიც წარგითხარი და საერთაშორისო მოხსენებული რაც შეაგებულ გაჭრილი მაგას მომდი 7 თვე აგვისტოდან მოყოლებული 13 ხატი აზრი გამოსახული ცენტრალური ფიგურები მოწყობილი და იგივე 12 უძრავი და შესასწავლის ხატი 7 თვე მომდი აგვისტოდან მოყოლებული ხო არა 7 თვე დიახ აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი დეკემბერი იანვარი თებერვალი ხო რა იანვარი 6 თვე მომდი რა და უკვე დააბრძანეთ ზარბაში დას ასე რომ ცოტა ხანში რაღაცები ის მოკიდე და სამონტებელიც გავუკეთებ და შემოჩერა და აიწყება ოჯახებში ამას წაიღებენ და საბოლოოდ ის დავანდება ხატი და ბრძანდება სვანეთში ჩემს ოფისში სვანეთში და აბრძანოთ მაცხოვრის სახელობის ტაძარში იქნება ეს დავანებული როგორია სიდიდით რამდენი როგორია ეს დიდი არის 80 სანტიმეტრი სიმაღლეში ხატი და 63 სანტიმეტრი სიგანე პატარა არის და რაღაც რომ მეკითხებით რომ რამდენი ხანი უნდა ბევრი თქმა რომ გააჩნია ყველა ხალხს თავისებური მიდგომა აქვს რა და სხვადასხვა იჭერება სხვადასხვა ფიქრი უნდა რა მუშაობს. აი კიდევ ეს შეკითხება, ცნობის მოყარეობა ხარ, როცა
არ გესმის გინდა რომ ცოდნა ხო აი მაინტერესებს არის ხატი რომელიც ძალიან ადვილად იჭერდება ზოგი ცოტა რთულად მიდის თუ ქონიათ ეგეთი შესაძლებლობა ყოველთვის არის როდესაც ხატზე მუშაობთ ყოველთვის გვერდის ხო დიახ ზოლებში ვართ ეს ესე მარტივი არის უფრო მეცადეთ როდესაც ჩვენ მუშაობთ საქართველოს იმედის ხატზე საერთაშორისო რომ არის დიახ და მამაც კიდევ ბევრჯერაც თითქოს ძირში ვიღაც გუდავს ძირში არის დამდროს უფრო შემიძლია და ზოგადად ხდება განთავისუფლება ეს ბრძოლები გვაქვს ბევრ საკითხს ხო აი ჩაკეთეთ მე ეს ბრძოლები გვაქვს და გვექნება კიდევ ყოველთვის ხო იმიტომ რომ ძალიან სათუთია ესა და საფრთხებიც მოდით ასე ვთქვათ რომ ხატის მოჭედვა თუ ხასიათზე ხარ ხატს არც უნდა მიეკარო იმიტომ რომ აი ეს ნიუანსები ვეღარ როცა რასაკეთებ რაღაცა წერილს ხედავ მუშაობს კითხულობ ადამიანი როგორ განწყობაზე იყო აი თუ რამე ხარვეზე ჩანს რომ იქ რაღაცა ვერ იყო კარგად იმ დღეს ხო და რაღაცა განწყობას არ ქონდათ მაშინ ისეთი თუ განწყობა ცუდია ხჯობია ხაცავე არ შეიძლება აბა გამოიწვია ის გამოიხატება ის ახლა უნდა შეიძლება შემოქმედებაზე ყოველთვის შანს ის ნაკლი როცა შენ შეიძლება თუ გაქვთ ასეთი ჩვევა რომ აი ხატის უნდა დაიწყოთ მაგალითად ხო მოჭედვა დახატვა პიქტურს გადაისვენ და მარს როცა თავისთავად ხო უნდა როცა იმშე ისე სიმშვიდე არ გვიქნება დიახ და აი ჩვენ საკუთრებას იცით რა შეიძლება იმ სამყაროში მოხარ ირული ხდება სულ განახოს ვერც გზო ჩაფრული ხარ იმ სიმშვიდეში იმ სტრესში და შექმნა ქვია ეს ნებისმიერ საქმეში გინაფეცერას ხატადა გინდა გრაფიკაში გინდა ნიშნობა ნებისმიერ სფეროში ასე ხარ რა დიახ და ამ მომენტში მოდით ასე ვთქვა დაძაბული ხართ თუ თავისუფალი ხართ თუ თავისუფალი არ ხარ ვერაფერს ვერ შექმნი ადამიანი იქნეს თავისუფალი ვინც არის ის არის შექმნილი თუ რამე შექმნის ადამიანი იქნეს თავისუფალი მონდა ვერ შექმნის ვერაფერს ეს ნიუანსები მაინტერესებს ჩაგეკითხეთ ცნობის მოყვარეობა არ არის ეს უბრალოდ მე მაინტერესებს რომ თავისუფალი ადამიანი და ცხოველები. თითქოს ცოცხალი მასთან გურთიერთობა. თქმა უნდა, თავისთავად ეს საუბრები, ხალხზე საუბრები. ხალხმა უნდა მიგიზრდოს და გასაუბროს მასთან. კი უნდა განგიზრდოს, არ უნდა მიგიზრდოს. საუბარი მეკინებს. ყველაზე რთული თვალების დახატვა ამ შემთხვევაში რომ ისი გამომეწველება დამამტკიცებელი იყოს თუ ყურების ხატვა უფრო ძნელია ადვილია ფორმის მიხედვით არა ადგილზე არ არის აპარატი აქ არის ერთ რამეზე როდესაც აქ ამდაგებენ წინდა რაღაცას ხასიათი უჯერ საერთოდ აი ხასიათი საერთოდ და ხასიათს ქმნის ხელის მოძრაობა, სახის მოძრაობა, მიმიკა, ეხლა კიდევ ესეთი დილეტანტური შეკითხვა მაგალითად რომ თქვენ უკვე მიდით ხართან ახლოს ვთქვათ დღეს რაღაცა გააკეთეთ ხმა კიდევ რაღაცა ხმა აი რომ მიდიხართ უკვე იწყებთ თქვენ ლოცვას და იწყებთ ამის გაკეთებას რომ მიდიხართ აი როგორი ისგავთ განცდა თითქოს ცოცხალ არსებას ეხებით ამ დროს ცოცხალია ეს ყველაფერი თქვენში რაც შემში არის სიხარული და სიცოცხლის მადლი ის გადის სიმხარესაც და ამიტომ და არა მარტო ხატზე ნებისმიერ ნამუშევარზე ნებისმიერ ქანდაკებაზე ნებისმიერ ნახატზე მნიშვნელობა არ აქვს
კოკასაში გადაცადგას იგივე წარმოჩინდება სიტუაცია. რაც შინაგანი სამყარო აქვს ადამიანს. ისი აისახება ნამოქმედაზე. და რომის გადასწორება არ შეიძლება მე ხო? არა, ლითონზე ვერ გადაასწორებ. აი ამაშია საქმე და იმიტომ შეიძლება ზეთი შეკითხები ფედერაში გადააკეთო და როცა ხატავეცის მაშინ გადააკეთო, მაგრამ ხო. ლითონზე და ვერცხლზე როდესაც მუშაობ, მეტომეტეს. ხო, ვერ გასწრეს იგი ძალიან საჭიროა ძალიან დიდი ფიქრი. აუცილებლად. იმ მილიმეტრებში. ჩვენი საქმიანობა როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად ვიხარჯებით და ვიფიტებით ხოლმე. ანუ დაღანებზე მე ვანებთ თავს მუშაობას და ვისვენებთ, იმიტომ იმ ენერგიას აღდგენა შეიძლება. მაგრამ რომ ისვენებთ, მოყვებათ ის ფიქრი გაგრძელებისა, შემდგომ როგორ გავაგრძელო? არა, შემდგომ ნებისმიერ საქმიანობას რაც ადამიანი აკეთებს, კიდე ამინა იმაზე ფიქრობ მუშაობას. კი, გეთახმები. კი, გამოდიხარ ერთობი რაღაცას მასხარავს შეიძლება ირაცხავე ერთო დარიო კანტებს ის ყველაფერი მაგრამ ფიქრი დაასრულება იქავს. ის არის მაფიქრებელი იმიტომ ის არ გასვენებს. კიდე ამინა იმაზე ფიქრობ, იმიტომ ის უნდა დაასრულოს ის რჩება მე და საუკუნეები უნდა იყოს შენს მე. რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე და ხალხმა უნდა ილოცოს. ხო, რადგან თუ შენ თუ ხარ აი აქ ხასიათზე უნდა იყოს, იმიტომ რომ ადამიანი რომ მოვასა როცა ის აქ ხასიათზე უნდა იყოს. დაბრუნდა. დიახ. დიახ. ამას რა გამოვა. ამიტომ არის ხოლმე რომ წერება ხოლმე ხანდახან სამუშაოა. ამბე ფერმარაუნას შემიშალა ხილი და უშუალოდ მაგრამ ასე რომ გაიწერა ეს ხალხი, იმიტომ რომ გამოფენები მქონდა მეჯის მიყოლებული ეს ის დაგეგმილი რომ დაუგები მავიც ბევრი გამოჩნდა. დიახ. შედა უკვე ეს იყო რა ქვია სამბელი იმაზე რომ მიწვევებიც აქვს უცხოეთში და კიდევ გამომდინარე უცხოეთში რომ მიიწვევენ ის ხარჯები ბევრი რაღაცები ეზაკეთებოდა. სად იყავით მიწვეული ბატონო? ვიყავი კი არა ვარ ახლა მიწვეული საფრანგეთში ხო? პარიზში და მამას რასმუსში მიწვეული ვარ და ნახოთ კიდევ თქვენ იტალიაში გზდებოდი? მე არ ვიყავი იტალიაში ნამუშევრები გავუშვი ვარ. გავუშვი მარტო ხო. მაშინ არ მეცალა ვერც მოვისურდი და ამიტომ ფინანსების შეიძლება მე უწავსული ვარ მაგის ფინანსები არ მქონდა. ნამუშევრები რო გავუშვი მის ფინანსები ხო, ეხლა მოდით ასე ვთქვათ, როგორ გაგიზრდება თქვენ თქვათ ან ნახატი, ან თქვენი შენობისა გაჩუქება გიჭირთ? გაჩუქება არ მიჭირს. აჰა. გაგიჭირთ ხო? გაგიჭირთ. თქვენი ნაწილი გადის რაღაც. არა, გაჩუქება ესე ვისაც ყველას არ ეკუთვნის შუქება რა, მოდი ესე ვთქვათ. გეთახმები არის ის რა არის და ამიტომ ჯობია იმას არ საშუქო და არც უნდა მისცემ. გაკითხვის პრობლემა ის რა შეერთი, იმიტომ რომ ვინა ამკიდველი და მეორე კიდევ რა ზდე ფასი არიციან და იმას ვეს მივყიდია რა. დიახ, მისი ფასი არიციან და ამიტომ ისე გავაკეთე ესე არა მაგრამ მე ახლა მაქვს ერთი კანაკება რომელსაც ვერ გადავახვდები, ძვირად ღირებული არის რა და თუ მე იგივეს კი ბატონო, მაგრამ ვინც ყიდრობს იმან იმის ფასიც უნდა იცოდეს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ასე რომ ეს არ არის გადასაღები არაფერი გვაქვს. ეხლა რა მაინტერესებს ეს თვითონ მასალა ძნელი საშუალია თუ არის რაღაც მალასანი მოახალხა ხის მასალების შოვნა რაღაცა ის ადრე იყო ფონთავის ფოტოშოპი ისეც როგორც იყო დღეს სამწუხაროდ ყველაფერი სტანდარტზე და რაღაცა უკვე წვალე პედრო შეწება ის ხიბლის ის სიმთერე კარგება უკვე და უკვე წუნიედება რა ნამუშევარს და ამიტომ ხანდახან გულისხმობ. დიახ. ეხლა ძალით ისა ვიხათ. სკამის ავეჯიშვილზე რაღაცებისთვის კი პრობლემა არის შორნი, მაგრამ წვალებით მე რომ ხმელი მასალა ჭირს მინდა. ხმელი მასალის გარშე კიდე ერთ მასალები აქვს. დიახ. მაგრამ საერთოდ მეცი შორნება და ხო, ხალხამდე ძირითადად უფრო თქვენ რით ახართ დაკავებული? ჭედურობით,
გააჩინე 20 წელი დამეფილება. შემოხეს გააჩინე. მე რეზოლუციას ვაკეთებდი ხოლმე ძველ თბილისში. ბევრი წარფაჯარა მოხდა. ინტერესოა ძალიან. ჩვენ სურათები გვაქვს მაგის? არა, ერთი მქონდა თავიდურზე პირველ გავხდა ეს იყო აბაშენის ქუჩაზე ვაკეთდა პროსპექტზე. მაშინ რეაბილიტაცია მიდიოდა. ეს რესტავრაცია გავიდა, აღვალგიერ დაქანებული იყო 60 წელი იყო სწავლა დაქანება და გავასწორეთ. აღვალგიერ ძველი რაცი გვიგვით. და 70% დაქტორეს ის ძველი რაცი იყო და 30% მე ახალი მეომარი სხვა გადამიდიოდა. და დამპალი მოგაფჭებული იყო და შეცვალეთ. პირველი და მე ხალხის გაზეთში მოხდა პირველი დავთვალე გადაჭი დაიბეძეს მანიშნებული იყო რომ ემის დაბლა შეიძლება სხვა თქვენ რომ ჩატართ თქვენს რაიონში თქვენი ხატები როგორი ზეიმია იქ? არც მე არ ჩამოქვს მე ვაგზავნე ხოლმე არა ეგეთ როგორ რაღაცა ეხა მე აქ სამუშაო მქონდა მუდმივად რა ციკლები მქონდა მე არ მეცალა და მე დაგიწყეთ რომ საერთოდ მულახში კეთოთ თემში ასეთ თემში მულახის თემში მამაცადორე შეიძლება ის ხსოვს რომ ეს იმდენი შეიძლება მუშაობარი რომ ცალკე პერსონალურ გამოფენებში შეიძლება გაკეთდეს ძალიან ბევრია რაღაც მოსოს რომ არის მართალი იმდენი აი მიახლოებით რამდენი როგორ ფიქრობთ რამდენი დაგქონდეთ ახლა თქვენ ამ 45 წლის განმავლობაში რამდენი მოგაკეთებული რაღაცა მოგეკეთეთ და თქვენ არ აკეთებთ და არა მარტო აქ საქართველოში კატალოგი მე ჩემი ახლა მაშინ მოხარია ყველა არა მოხდა კატალოგები კი სადაც ვარ სადაც მოწმობებული კატალოგი გაზრაკეთებულა იქი გარდა ამისა როდესაც გაკეთდა ეს ხალხთა კავშირმა გააკეთა 80 წლის უპირატესად დაკავშირებით დიდი კატალოგები გაეცა გამოყენების ხელოვნებაში და აღნიშნდა იქაც ვარ და გარდა ამისა თანამდებობის საეკლესიო ხელოვნების კატალოგი ეკეთება ახლა კიდე ინგლისში და აგერც გაკეთდა კიდე 2000 წლებში მე ვფიქრობ მაინტერესებს კონდა შეხვედრა პატრიარქთან ესკიზებს მასალად ახერხებდა ჩვენ ვიდოდეთ ეს ჩვენ დავხატავთ ვიდეოს უწმინდესა და ის გეუბნება ხოლმე კარგია მე მომდე შემოსულ საფახურზე ეს რაღაცა პედაგოგია პედაგოგია ძალიან და საფადრებში ასესების საკუთრებაში და ორშიც ესკიზები მასთან თანხმდება თქვენ მიგზადებით ესკიზი გავაკეთებ მივიდა ვაჩვენებ თუ რამე რაღაცა არის რამე ჩევას გეუბნებათ ეს ცოტა შორის რაც მე მასთან მივიდა ესკიზი რაღაცა შეუსწორებია Adropin passamis ușoare. Ether momepera marais, mopera babikira amtsaviți. Ocha, ce să-i fazurăm le putem. Meu masaj fazurăm de la gamicis. Kartika, eta, isit mai. Ese stimulia, modia. Este ascolta, ma vecchi amtsaviți. Isi che ti da situația Chega cosa lui carga. Sens, torpaje გაავშერებ ეს ლაბედნიერება ნახეთ და იცით მოდი გითხრათ ასე რომ თქვენ ნამდვილად რასმოსელი ადამიანი ბრძანდებით იმიტომ რომ ეს ხატები იქნება როგორც ბრძანეს საუკუნეები გავა და იქნება თქვენს რაიონში ბრძანებაში დიახ ბევრად ვითხარ, როგორც ვითხარით, ორი კუთხე სადაც არის შემოგვიშურა, ეს არის ხელშეუხებლად თუშეთი ჯერჯერობით და მე ნახოთ. დიახ. იმედი მაგაც
მიამბობ თუნდა ეხლა დღესდღეობით რა საკეთებთ. ეხლა დღესდღეობით დავიწყე იმ ქანაკების კეთება, რომელიც უნდა წავიღო სტრასბურგში და საფრანგეთში. ჯერ მიდიხარ სტრასბურგში გრადებით, ხო? შემდეგ გარდა მე დაწყებული მოხს მუშაობა უკაცრავ ეს თვითდაფინანსებით ახლა ხო თქმა თქვენ მიდიხარ თქვენ აფინანსებთ მე ჩვენ ახლა გავფინანსებს არის საჭიროა ჩვენ და საინტერესებს და გარდა მე დაწყებული მაქვს მუშაობა სვადურ მითოლოგიაზე ერთი ტიპი გაკეთებული მაქვს მეორე ფრონზეში გაჩერებული შეიძლება დამთავრებული მაქვს და მაგისთვისაც უნდა მოვიცავ რატომ შეაჩერეთ რა ხატის გამო ხატი გქონდეს ასეთებელი დიახ ხატის გამო გავჩერდი თორემ სვამზე გამოვჩერდი ხო იმიტომ რომ ზოგჯერ არის ქონიათ ასეთი შემთხვევა რომ რაღაც ვერ მიდიხართ ვერ იწყებთ რაღაც არ გიშვებს რაღაცა აი სათავეში სად არის დანაშაული სადაც არის ძაღლისთავი ჩამარხული და იქი დავიწყებ მე ეს მაინტერესებს ეს ყველა შეიძლება შეფასე როგორ რაღაცა ეს შეხედე რაღაცა არ გამოდის ხო დიახ უნდა ეძიო თავი საიდანაც ხელი გეშლება იმ თავს როგორც კი მოძიკო მე თავის თულის ხოლმე მე მიდის უკვე თავის თავად რა გიჟებს ეს შეასრულა ხო თავისებება რატო არ გიჟებს ხო მოჩა რაღაც არ გიჟებთ რაღაც არ გიჟებს ამისთვის არის როცვა ამისთვის არის გამნიტვა და მე ფიქრი იმაზეა უკვე თან ერთი რაღაცა ის ახლა ჩეთა უკვე აღარ არის ეგეთი რაღაცა იმდან იმდან გავიქრე ჩაოლება ჩემში უკვე რომ ფანქას ვავიღებ ხელში უკვე ვიცი რომ დავიწყებ რაღაცის მაგრამ მოუხაზა ხო რაღაცა დიახ აი მონახაში უკვე თვითონ მეუბნება სადრავი გავაკეთე ის ხაზი მეუბნება ხაზი მეუბნება ხო ასე ის რომ დავდედა ეპიკაის თემა არის რომ მოჩესაკურე თემა ვიცი არის რომ ვიშავ ხო ასე აი თქვა და ისე დილეტანტური შეკითხვა ხა მე მასაკში დილეტანტი ვარ სულად აი თქვა გავთ მასალა უკვე ნაბედი ზომებით ყველაფრით მასალა გეგმავთ რომ რა ზომის უნდა გაკეთდეს ესა თუიც ქანდაკება ხო თქო თავისთავად ეს ერთი აი პირველად როდესაც უკვე პირველი თქვათ პირველად ცება ქაღალდიდან ქაღალდი და პანქარი ჩერაში მან იწყება მე იწყება უკვე ხა წარმოსახით ხო ვიცი რა უნდა გავაკეთო თუ ძნელია წარმოსახაში ვიზეთ მაშინ მას ვძერწავ ნაძერწი და მე რა აკეთებ მას პეას გინდა რა ხედავთ უკვე დიდი გზა გასავლელი გზა ხო პესიში მაჩები გზა არის ხო გზა გასავლელი ხო მე უცებ ამას იმიტომ დამაინტერესა ეს ასეა კი თუ რაღაც არის გამოძერწავ დაწმუნდები რომ დაწმუნდები მე როგორ თავისთავად მეც ყველაფერი საჭიროა თუ გიფიქრია რომ გააკეთოს დავით აღმაშენებლის ბატონი ჩვენ ვარი ბატონი შავა დაახლოებით ამით შემეშალოს ეს იყო პანდემიამდე და ამერიკა და მითხრა რომ საბატონაზე მოგზაურდით ჩემთან სახელოსნოშიო რომ ორ დღეში უნდა ჩავაბრძანოთ გელაჩიო მივედი სურათის მაგადაღებული და სამის პერიოდია იანვრის ბოლო და თებერვალში უნდა ჩაებრძანებინა და დღე წარმოიდგინეთ მინაში ჩასმული ეს საოცრება ისეთი განცდა დამებადა რომ თითქოს აი იმ
საუკუნეში რაღაც გადავინაცვლე. თვალები ისეთი გამომეტყველების მეტყველი ქონდა, რომ თითქოს რაღაცას მეუბნებოდა მე რომ ემას საერთოდ სწორ ხასსაც ვერ ვავლებოდი, ასე ვთქვა და ისეთი მისი მომაჯადობა ამ ხატმა და მე მიამბო რომ მისი მეზობელი, რომელიც მის თავზე ცხოვრობს, მაგრამ რომ გადმოვიდა ეს ხო, დაიწყო ჭედვა. ის ჩამოვარდა თუმე მომდა და რა ამბავია რა ზის არ გვასწრიო და მე როდესაც შესულა შემოიპატიჟა ბატონმა შალვა მიამბო ეს ამბავი და დაინახა ეს ხატები მოჭედილი სურათები აიეო ბოდიში ძმაო ხატე რამსკიდა გაკეთე რამდენის კიდე აკაკუნეო და ის ხატი რომელიც მან ჩამძანა რამონებენს მის უკან დილის 6 საათზე მთელი ეს მისი ნაცნობობა ნელა მაგ სულ ზემოც მე მოახერხე მაშინ და კარგული ვიყავი ძალიან და მე სულ ვარ მაგ ჩემპიონის დღე იყო ჩამძანა და მე შევეკითხე შემდეგ მაგი მომზადა ჩემთან სხვა ტელევიზიაში გავხდით მე და მიამბო ამ შესახებ თუ რამდენი ხანი მოუნდათ პირველ სართულზე ჩაებრძანებინათ ეს ხატი მოსახლეებში როგორ ახლა მინდა თქვენი ტელევიზიით ვისაგებოდა ერთი რამ გავაშევა ხა ასე მქონდა ბატონ შავაგერაძემ დამერეკა და მითხრა უნდა დაიწყოს და გააკეთოს ილარიონ ქართველის ხატი ეს თავისთავად დაფინანსებას საჭიროებს დაფინანსებელი მას არ აქვს არავინ ამიტომ თვითონ აკეთებს ვიცი და ამიტომ მე მინდა უთხრა სულაზებშია კაცი ვიცი და თუ ვინმე შეეწევით ამ დავოსის მადლენის საქმეში ამ კაცს მადლობელი ვიქნებით ყველანი დიდი საქმე გაკეთდება ძალიან დიდი მადლობა ის რომ გააჟღერეთ ახლა რომ იმიტომ ის ბრძანებს რომ თითო თვალი ხონდა მოაჩუ მოყარაფეს ესე არ გეთება ზრთულია რაჭო მე გაზარდა შეიძლება კაია რა აი აბა მირკან ხაშობადებული და მიამბო კიდევ რომ ისიან პიროვნებები ყავს შეპირებული სადაც ნახავენ თვლებს მომყარებენ ოქროებს და იმას ხო და ისინი ურეკავენ და ის მერე ყიდულობს რა თქმა უნდა თავისად ყიდულობს და აი ასე აკეთებს არავითარ შემოწირულობას არავინ არ აკეთებს და მე არ ვიცი აი და ერთხელ შევეკითხე რომ ბატონო შალვა მე ვთხარი ვინ ხმარებათ ფინანსურად და ვინდა ის მაღალი ზემოთა უბრალოდ შევარავი მე ტერაპევტი რომ ეს ტერაპევტი თუ მე შეიძლება მადლი იქნება მერწმუნეთ რა ამაზე კაი საქმეს ვერაფერს გააკეთებს დიახ თუ ეს ხალხი იქნება სიმაღლეში 2 მეტრზე ნუ სიგანასაც დაიჭერს ალბათ 1 მეტრი იქნება სიგანა და დიახ შეუდგა უკვე ბატონო შალვა ამას თუ არა ესკიზებს აკეთებს უკვე დაიწყო ახლა მე ესკიზებს აკეთებს ხათ ეს კითხვა და შეიძლება დავით აღმაშენებელს დიახ დავით აღმაშენებელი მე თავიდანვე დავხატე და ნიშა კურდერი გასუთავდი მე მინდა რომ თქვენი ნავხატები გავუშვათ ახლა და ერთი წამით გთხოვთ გავუშვათ სურათები დიახ ნიშა კურდერი იყო პირველობა რომელიც ჩემთვის წარმოიდგინეთ დღეა მოშების 1 საათი ყოველთვის მონახო და 14 წუთის ბავს ყოველდღე 2 საათი ესაუბრე ნებისმიერ თემას. ასე რომ ნიშა ჩემთვის იყო არა მარტო მეგობარი და პროცესი მეგობარი ნაცისარზე ყველაფერი. დიახ. ძალიან ახლო ურთიერთობა ქონდა ისე რომ მეტი არ შეიძლება და მან თქო ოჩამოვიდი ჩაიდეთ მაშინ დავით აღმაშენებლის დახარება. და მე ყოველთვის წესი მაქვს ხატავ ისე როგორც დახატული არ არის. აღმაშენებელს ერთი ის რომ ხელში ისეკავა ტაძარი და კედრაკი ბევრში ხმალი. აი ესე დავხატე და ის იოსებს ვახტები ის მე თავისი შვიდისთვის გამოკეთები დამახატვინა ვაჩესთვის ვაჩე ხატავს იმერიხად. და
ესა მე დავით აღმაშენებლის ხელი აღარ მიგია და რატომ გეკითხეთ რომ დავით აღმაშენებთან მის რომ მოვეცი სახელი მისი ავიღეთ ეს სახელი გვიან მოვეცი მაშინ არავინ ბევრი ასი სულარი იყო და წარმოვიდა დავით აღმაშენებელთან მე ხო ვიცოდი ამიტომ გადახედე როგორ რაღაცა ის ვეფიქრობ როგორ იყო დავით აღმაშენებელი ჩემი რომელიც ხდება სავისება და დარჩება ეს ესე მარტივად არ ხდება და შემოვიდეს ვიღაც უნდა ზემოდან დაგაბადოთ ზემოდან მოვიდეს ის სიგნალი რომელიც უნდა წამოვიდეს ხო ასე დღემდე ეს მისია უკვე რა თქმა უნდა მე თუ რამეს ვაკეთებ მოდის სიგნალი და სიგნალიდან მომდინარე მოდის ეს ყველაფერი არის უფრო მეცადე კეთილ იმიტომ რომ ბევრი ორნამენტი აქვს მე შეგვიძლია ჩემი ახალი ორნამენტი და მე ხარ თუმცა და კიდევ ერთი ხესყაოსის ხესყაოსის დასვენებას იწყებენ ტარიელის ტექნიკის ხო? დიახ. და მე ერთი ნახატი გავაკეთე მეტი არა. ნახატი ესე საუბარი, დიახ. რომელმა შექმნა სამყარო, მეტი არაფერი. და დავასრულე. ჯადოსნური სამყარო? რომელმა შექმნა სამყარო. შესაქმე რა? დიახ. იწყება ამით ხო? დიახ. აი მაგეთი. საინტერესო. როგორ სურათები მოტანილი არის ეს ჩვენ დაბშა სულ 8 წუთი და შევაჯამოთ თქვენი დღევანდელი რაზე მუშაობთ და გეგმები რამის გაქვთ უცხოეთში ჩვენებდანები გეტყვით ხო ახლა დავიწყე იმიტომ რომ მეძვრის გამეორება არ მიყვარს ეს იყო წარსული ხო ის იქნება და გავაკეთე იმიტომ ეს გადაგებული ციგნი ხანახა შეიძლება გადაიკითხო მაგრამ ეს სახელოსნო გაქვთ თქვენს არა აბა სადაკეთე სახლში სახლი კერძო სახლში მაშინ აბა დაუდგო ბახუნა ხო ამიტომ გიქითხარი თორქოს გადაგიგრევას კაცას ბატონ შევას კარგი შეხვდა ამეზობენ მაგრამ ასე ორგანიზმი კარგი არის ხო არა კარგი დიახ ჩავდახო სადამში სადაც მასაც ხმაურებს ემარ სადამია მაგისთვის მაგრამ თქვენ ცალკე ისე დაბრა კი რა ზევა სახში და ხატავ ხოლმე მაგის პრობლემა მე არ მაქვს ხო მე ხატავს საერთოდ მაგრამ რაღაც ეს ზერე არის ხატავს და გადის ერთი ოცა მორბენალი ოჯახში ისწრებია რა ხატო მაგრამ მაინც ხატავ რა ხო ამიტომ ხანდაკები მოცავე ყოფილი იმიტომ რომ როცა უცხოეთში გადახარ ადამიანის თული არის ერთი რამ უნდა შევუთეთ ჩერჩო ტილო და ახლა ჩვენ წაიღო ჩერჩოში ზიარული ხანდაკება საჭიროება ჩაარაგება და ქრენაცად დიახ ამიტომ ხანდაკები მეჩნია ხოთანო უცხოეთში ტილოები ხო თქვენი ოჯახის წევრები თუ დაგიხატიათ არა რატო? არა, იმიტომ რომ ადრე კი იყო, ვერც მოდიხობ, როდესაც პორტრეტის ხატავს სწავლობდი, მაშინ კი და მე არა. პორტრეტებზე არ ვიმუშავებ. დიახ. უბრალოდ ახლა დროს არ აგავთ მაგის, მაგრამ აი თქვენი მეუღლე აგეუბნებათ რომ დამხატე. არა. არა? არ შემიშვილი. არ შემიდაზმე და აი ელეკლე. თქვენ თავი თუ დახატეთო. კი, ხატავდი ხოლმე ერთი პერიოდი ადრე. და ეს საკეში იყურებოდი და ესე ხატავ. ახლა რომ როდესაც პორტრეტის ხატვაზე მიგიხარ ეს უნდა დაიჭირო ხასიათი, ხო? დიახ. და პარაზე კაი საუბრობ საკუთარი თავი. არაფერი არ არის, მარტო არის ის ერთი თუნდაც არის ერთი რომელიც ამას აკეთებს. კი, და იწყებთ შექმნას შედევრის მოხდა ასე ვთქვათ. არაფერი არ არის დახატული არ არის და უცებ იწყებთ. ამ დროს თქვენ
პირველად გადაისახავთ ალბათ და იწყებთ ამას, ხო? და ქონიათ ასეთი შემთხვევა, რომ დაგიწყიათ რაღაც ნაწარმოებს დახატვა და რაღაც არ მიდის კარგად. რაღაც დამკოლებები ადრე იყო, ეხლა არ გაქვს. ეხლა არა მოცემეთო რა 45 წელიწადი ამ საქმეში არ ჩართული და უკვე დიდი გამოცდილება გამოჩენოს არ ვიცი. გამოცდილება არის შეიძლება. დიახ. გამოცდილება არის შეიძლება არის. და გამოცდილება არის, მაგრამ ის განწყობა, ის ხასიათი ხომ და ჩაიდოს ზუსტად. თქმა ახლა ერთი რაღაცა ხასიათი ყოველთვის მაქვს საიმისო რომ ვაკეთო შემოქმედებაში ვიმუშაო. სხვანაირად არ მოგვეს. თუ გუნდან არ მოდის, თუ გუნდან არ არის ამოსული ყველაფერი და გუნდან აკარნახები გული გონიერი თუ არ მუშაობს არაფერი გახო. რა თქმა უნდა, ეს ბალანსდება მე ყველაფერი და ეს დიდი მოდით ასე თქვა ძალიან დიდი ხელოვნება ასე კარგად რომ აითვისეთ მინდა შეგაგვაბატონოს დიდ ხელოვნებას მედიცინის და ფინანსები ჭირდება. ხო და მედიცინის ხალხი ჭირდება, ვიდრე არც დაინტერესდება და უნდა თქვენ რასაც თქვა გაყიდით, ხო, ამიტომო, ხო, აბა იმის შემდგომ ყიდულობთ. რა თქმა უნდა, თავისთავად, ეგრე. სახლში, თქვენ სახლში გააქვთ ისეთი ოთახი, სადაც თქვენ თლიანი სახლი, თქვენ ინტერიერი დაკავებულია, თქვენ იყო, იმიტომ ბევრი გავყიდე, ბევრი გავახჩვიე კიდევაც და ამიტომ ახალი, იმიტომ გადაწყება რომ ახალი შევარშო. საუკეთესო რომლებსკება ისინი რჩება რა თქმა უნდა. მოძალზე აყიდოს ეკნებოდება და არც გაჩუქებას არ ეკნებოდება. ხო, არის ეგეთი რა თქმა უნდა არის და შვილი დრო გიყვართ. კი ბატონო, და რომ ასეთები არის, რომელიც არცად არ წავა გარდა ჩემი სახლისა. პრინციპია და სწორია. და არის ეს ნამუშევარი, ვერ შეიძლება, შეიძლება ცოცხალია თითქოს. კი, ცოცხალია. ასე მაქვს. ბატონო ზეზა, უდიდესი ნაზონა მინდა გადაგიხადოთ, ეხლა ჩვენი დრო ამოიწურა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიჭირება ღმერთმა დაგაბერდა ამის. კიდევ კარგი რომ თქვენ ეს განახორციელეთ თავიდანვე და ხوارიან ხალხი რომ კი ღმერთი ადებს ხელზევნება შენ გაქვს ამის ნიჭი. მე მაგათაც ვიცი რომ მე მაქვს კარგი ხმის იოგები და ეს არის ჩემი დიდი ნიჭიერება. პატარა აპარატიროდებს. შენ ვიცი ხო? ისე ახლა თქვენს ღმერთმა თქვა რომ შენ უნდა კონდეს ამის ნიჭი. როგორ ფიქრობთ თქვენ? ვალოხილი ხართ? მუზენაესის? ვიცხენეს ნიჭი მოგანი. ვერ კეთილ ხა ვალოხილება როგორ რაღაცა ის ამას იქნებ წარდგენი სამშობლოში შეკითხვა. სამშობლოში წარდგენი იქით რომ ისინი მეტყვიან ვალოხილება თუ არა, მაგრამ ასე და შემიძლია ვაკეთე. ყოველ შემთხვევაში თქვენ ცდილობთ. ვაკეთე ყველაფერი ისაც შემეძლო რა ვაკეთე და ნუ სამდიხები კიდევ შევეცდები და ხო, განაჩენები ხოსნება. ეს კითხვა ნამდვილად მინდოდა თქვენ და ძალიან სწორად გამეცით ეს პასუხი, იმიტომ რომ გააჩნია მოვლენებს, ფინანსებს, თქვა ჯანმრთელობასაც, შემოქმედებასაც, თქვენი ოჯახის მხრიდანაც მეუღლიდან ხელშეწყობა, ეს ყველაფერი არის ერთად აღებული, ვისა რომ შეიქმნას ეს შედარები. ძალიან დიდ მადლობას
მადლობა თქვენ გამოდო. ესეც რომ დოგაიმეტეთ მოგზანდით და კარგი გადაცემა გამოგვიდა. მე როგორც დილეტანტი შეკითხები ისეთი დაგით, რომელიც თითქოს მე მაწყო ხელს კიდევაც, მაგრამ ეს მისად ხმოვდა. ხო, და ცნობის მოყარეობა ჩემი აი ესეთი იყო და თუ რამე ისეთი არ დავსვი სწორად შეკითხვა, უნდათ შევიდოთ, იმიტომ რომ მე ამ საქმეში ნამდვილად არ ვარ პროფესიონალი. მადლობას გითხრით, მადლობას მოგახსენებთ. გამწვით ვისაც მე გამიწვით ახლა. რა ვიხარ, გავეხარ და კი, ახლა მაგრამ ავარ შეიძლება მე ავაზრებ ჩემს საქმიანობას. და მე მინდა გისურვოთ რომ ჩაბზარდებით პარიზში წარმატებები ქონებოდეთ და რაც დაგეგმილი გაქვთ მომავალში აქ სრულებოდეთ ყველა სურვილი. ის რომელიც თქვენ გაქვთ არ მოგასვენებთ, თქვენ იმას არ განახორციელებთ და 100%-ით კი 150%-ით შესრულებოდეს. თქვენი სახელი დამემშვიდობებით შემწირვას მაყურებელს და მეთქვი მადლობას მოსმენისათვის. ნახვამდის მომავალში. თუ ვერ მას იგივე გადავშოთ. მადლობა.